მდგომარეობაში იმყოფებიან და როდის დაიწყო ეს გაფართოებული სამაშველოს ორგანიზაცია? აი წუხელ როდესაც დაკარგულები გამოვიდნენ კონტაქტზე სამაშველო სამსახურთან და იმის გამო რომ მართალია ისინი იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ უფრო ახლოდან მისადგომად იოლი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის. შესაბამისად მივიღეთ ჩვენც ეს ინფორმაცია ჩვენმა სამაშველოებმა, გურიის დანაყოფმა და წუხელვე დავიწყეთ. სანამ შეიძლებოდა მანქანებით ასვლა, მანქანები დაიძრნენ, თბილისიდან ჩამოვიდა სპეცტექნიკით აღჭურვილი ჯგუფი, ვეტრენის გამოყენება გუშინ შეუძლებელი იყო კარბუქის გამო, დღეს ვეტრენი ჩაერთო და სამი აღმოჩენილია, კარგად გრძნობენ თავს, უბრალოდ მათ უარი განაცხადეს მინიშნებებით, როგორც ჩვენ ძალიან დაბლა დაეშვა ვეტრენი, მათთან ცეცხლი ცენტროთ მათ მიაღწიეს მომთაბარეთა ერთ-ერთ სახლს, მაგრამ სამი კარგათაა და ერთის ძებნა გრძელდება. სამაშველოებთან ერთად ეს ბიჭები ცდილობენ როგორც ჩანს რომ მეგობარი იპოვონ, მათ მისი ბედი ჯერჯერობით უცნობია. რა ინფორმაცია გაქვთ მათთან გასაუბრება ან სატელეფონო კონტაქტისას? როდის წამოვიდნენ, მათი მიზანი რა იყო, რამდენად გამოცდილები არიან? ეს იყო პირველი მათი გასვლა თუ როგორ? არა, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ რომ ალბათ ექსტრემის მოყვარულები ან ალპინისტები არიან და მათ კარბუქმა მოუსწრო გზაში. როგორც ვთქვით 4 ადამიანი. კი, 4 ახალგაზრდა მამაკაცი, სამი კარგად გრძნობს თავს, კიდევ ერთხელ ადასტურებდა, მეოთხეს ბედი ჯერჯერობით უცნობია. თქვენი სახელი პარიზის? ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მადლობა. მოგესალმებით, ჩვენთან გუშინ შემოვიდა შუადღით ინფორმაცია. საბედნიეროდ ამ ადამიანებმა მოახერხეს ერთ-ერთმა მათგანმა 112-ს დაკავშირებოდნენ და ამის შემდეგ ჩაერთო სამაშველო სამსახური. ეს იყო გურიის სამხარეო სამსახური სამაშველო, ამავე დროს აჭარის და თბილისის ცენტრალური სამაშველო სამსახური. და ფაქტიურად წუხელ ღამით 4 საათზე უკვე ჯგუფი გავიდა სოფელ ზოტიდან. ეს ადამიანები არიან აჭარის ტერიტორიაზე, ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ოღონდ ჩვენგან უფრო ადვილია მიდგომა ჩოხატაურიდან, სოფელ ზოტიდან და ამიტომ ჯგუფი დილით 4 საათზე გავიდა სამაშველო ჯგუფი სოფელ ზოტიდან. რამდენად მყარდება მათთან კონტაქტი და ბოლო ინფორმაცია რა არის? ბოლო ინფორმაცია ჩვენ ვენთფრენით გავიგეთ, ვენთფრენი იყო ასული, ის სამი ადამიანი და მასთან ერთად სამაშველო ჯგუფიც უკვე დაფიქსირდა, იყო მცდელობა მათი აყვანის ბორდზე ვენთფრენის, მაგრამ მათ ვარი განაცხადეს, რადგანაც ერთი ადამიანი არ ჩანს და რომ მას სამაშველო სამსახურს მიეხმარონ დაახლოებით მათ იციან სად შეიძლება იმ ადამიანის მოძებნა. ამიტომ ბოლო ინფორმაცია გვაქვს ისეთი, რომ სამაშველო ჯგუფი იქ არის, სამი ადამიანი ასე ვთქვათ უკვე სამშვიდობოს არის, იმიტომ რომ მას არაფერი არ ემუქრებათ, მაგრამ გაგრძელდება ძებნა მეოთხე ადამიანის. მადლობა. არაფერს. საალ მამალაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მადლობა.